გადავალ ხარ შემდეგ მომხსენებელზე, პასტორი ზაალ ტყეშელაშვილი. თავარი აი მაინც მინდა ზუსტად იმისკენ ვისწრაფოდეთ, რომ გავიგოთ, რას უყურებთ, რა შეიძლება იყოს საქართველოს მომავალი ამ მიმართულებით. რა არის ის ოპტიმალური მოდელები, რომელიც მაგალითად თქვენ განიხილავთ თქვენს თავში, თქვენს გამოცდილებიდან გამომდინარე და როგორ შეიძლება ამით გარდაუქმნათ საზოგადოება, ან გარდაიქმნას საზოგადოება, ხო, რომ ყველა თანაცხოვრობდეს ყოველგვარი რაღაცა წუხილისა და რაღაცა წყენებისა და რაღაც თუნდაც სამართლიანი წყენების გარეშე, ხო? აი ეს არის, აი როგორ ფიქრობთ, როგორ გესახებათ მაგალითად თქვენ? დიდი მადლობა, მნიშვნელოვანი დისკუსია არის და კითხვა ძალიან კარგად არის დასმული, სად ვართ? ერთი თეოლოგი ამბობს, გვარი არ მახსოვს, რომ მოსემ კი გამოიყვანა ებრაელიერი ეგვიპტის მონობიდან, მაგრამ ეგვიპტი არ გამოვიდა ისრაელიდან. ეხლა ჩვენი საზოგადოების წარსული არის კომუნისტური, ყველა მიცით და თითქოს ჩვენში ეს კომუნისტური აზროვნება არ არის გამოსული. ჩვენ ისევ გყავს ბელადი, ისევ მივდივართ კომუნისტური ნათლისკენ, ანუ საქართველო გაბრწყინდება და ჰომო სოვეტიკუსი თითქოს შეიცვალა ჰომო მართლმადიდებლუსით რაღაც. აი ესეთ მდგომარეობაში ვართ. ეხლა ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ და ძალიან კარგი მეცნიერები გვყავს საქართველოში ამ კუთხით, როგორი დამოკიდებულება შეიძლება იყოს ეკლესიას ან რელიგიასა და სახელმწიფოს შორის, ევროპული მოდელი, ამერიკული მოდელი, მაგრამ არანაირ მოდელზე დღეს, ყოველნაირ მოდელზე დღეს ადრია საუბარი, მე ესე ვფიქრობ, რეალურ მოდელზე, იმიტომ რომ საზოგადოება თვითონ არის მოუმწიფებელი რაღაც მოდელისათვის, არანაირი მოდელი არ იმუშავებს, თუ თვითონ საზოგადოების აზროვნება, ცნობიერება, გაგება არ შეიცვალა. საზოგადოებაში მოვიაზრებს მთავრობასაც, სახელმწიფოსაც, მაგალითად სახელმწიფო დღეს თვლის, რომ საქართველოს სიმყარე დამყარებული არის ერთ რელიგიაზე, თუ დომინანტი რელიგია იქნება, დომინანტი ეკლესია იქნება ძლიერი, მაშინ ქვეყანაც იქნება ძლიერი. ეს ჩანს ყველაფრიდან. რა თქმა უნდა, მე არ ვეხები მართლმადიდებლობას როგორც რელიგიას ან მის თეოლოგიას და დოქტრინას. აქ ლაპარაკია სუფთა, ასე ვთქვათ, იმ აზროვნებაზე, რომ პოლიტიკურად გამოიყენონ რელიგიური ინსტიტუცია. დღეს ჩვენთან არ არის ის განწყობა, რომ თანასწორობა არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისათვის. ვერ ხვდება დღეს საქართველოს საზოგადოება, რომ თუ არ იქნება თანასწორობა, რელიგიური თუ ეთნიკური, შეუძლებელია ქვეყნის განვითარება, იმიტომ რომ ზუსტად იმ ეგრეთ წოდებულ მეორეხარისხოვან ადამიანებში, ანუ არადომინანტი რელიგიის წარმომადგენლებში არიან ის საკვანძო პიროვნებები, რომლებიც ზუსტად არჩეულია ღმერთისაგან ან არიან იმ ნიჭის და უნარის, რომ ქვეყანა წინ წაიყვანონ. ანუ ფაქტიურად, როდესაც სახელმწიფო ატროფირებას უკეთებს გარკვეულ ნაწილს და თვლის მას მეორე ხარისხოვნად, ფაქტიურად ის იჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის და ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას ეუბნება, რომ თქვენ ვერ გამოდგებით სახელმწიფოს მშენებლობაში. ეს დაახლოებით გავს იმას, როდესაც კომუნისტების დროს თუ არ იყავი პარტიის წევრი, შენ ვერ დაიკავებდი მაღალ თანამდებობას. ვინც არ არის დომინანტი რელიგიის წარმომადგენელი, ეხება ასევე ეთნიკურ პიროვნებებს, ის ყოველთვის გრძნობს მეორე ხარისხოვანი რომ არის. და სადაც გეკითხებ, ეტყვი რომ არ ახარ დაუშვათ მართლმადიდებელი, ადამიანი იშმუშნება და უნდა უხსნა ბევრი რაღაცა. ამიტომ მე რა თქმა უნდა, ეხლა თუ ჩვენ წინ გავასწრებთ ამ ყველაფერს, მე ძალიან მომეწონა და კარგი, ასე ვთქვათ, სემინარი იყო, გამოსვლები, ბატონი არჩილის, ბატონი ბექასი და მე ვემხრობი ამერიკულ მოდელს, როდესაც პიროვნების, ინდივიდის რწმენა არის წინ წამოწეული და არა რელიგიური ინსტიტუციის რაღაც კავშირის სახელმწიფოსთან, მაგრამ
ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული შრომა იმისათვის, რომ როგორც სამთავრობო სტრუქტურებმა, ასევე საზოგადოებამ შეიცვალოს ეს კომუნისტებიდან მოყოლებული აზროვნება და ვფიქრობ, ეს შეუძლია მხოლოდ გააკეთოს საზოგადოების რაღაც ნაწილმა, რომელსაც უკვე გავლილი აქვს ეს ეტაპი. მადლობთ. ხო, ეხლა მეორე რაც მინდა ვთქვა, ეს არის ის, რომ იმდენად ძლიერია პრესი, იმდენად ძლიერი არის სახელმწიფოსა და დომინანტი რელიგიის იერარქების ურთიერთდამოკიდებულება, ისე ვამბობ, რომ არ ვეხები თვითონ ინსტიტუციას, იმდენად ძლიერი არის, რომ და იმდენად შეზღუდული არის სხვა რელიგიების უფლებები, რომ რელიგიებმა უკვე ვატყობ, რომ დაიწყეს შეგუებულობა იმისა, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს დომინანტი რელიგია. კონსტიტუციაც უწყობს ხელს, აქ იყო ნათქვამი და მე ძალიან არ მომწონს არც ის ჩანაწერი, რომ მართლმადიდებელი ეკლესიას აქვს განსაკუთრებული როლი. ეს არის ძალიან ესეთი ზოგადი საკითხი, რომელზეც მსჯელობა შეიძლება და თუ ამას თეოლოგიურად მიუდგები თუ ასე ვთქვათ ეკლესიურად, ყველა ეკლესია, ამ შემთხვევაში ქრისტიანული ეკლესია, პრეტენზიას აცხადებს მოციქულობრივ, ასე ვთქვათ, საფუძვლებზე. მესმის, რომ ზოგიერთი ეკლესია შეიძლება თქვას, რომ ჩვენ ძალიან ძველი ვართ და თქვენ ახალი, მაგრამ ეკლესიურად გაგებით ყველა ეკლესია თვლის ის ახლად მოიაზრება თუ ძველად მოდის პირველი საუკუნიდან და თუ უფრო ღრმად ჩავხმავდებით, ეკლესია არც ქრისტესგან დაწყებულა, ეს არის ასე ვთქვათ უფრო ღრმა საკითხი. ამიტომ შეგუებულობა დაიწყო, ვატყობ ესე იგი, რომ აღიარება დაიწყო იმისა, რომ საქართველოში, რა თქმა უნდა, დომინანტი ეკლესია უნდა იყოს პრივილეგირებული, უნდა იყოს, ასე ვთქვათ, თავისი ადგილი უნდა ქონდეს და ჩვენ კიდე სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს თუ გვექნება რაღაც შეღავათები და არ გვდევნიან, არ ვკლავენ ციხეებში, არ გვყრიან და გვაძლევენ სადღაც საშუალებას რაღაცის, ამაზე უნდა დავკმაყოფილდეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია, იმიტომ რომ თანასწორობა ნიშნავს თანასწორობას. ყველა უნდა გრძნობდეს თავს თანასწორად. თუ შემოვა არქიეპისკოპოსი, მართლმადიდებელი და შემოვა დაუშვათ რომელიმე რელიგიის ლუთერანული ეკლესიის პასტორი, სახელმწიფო მას აბსოლუტურად თანაბრად უნდა უყურებდეს. ეს არის დემოკრატია და ეს არის ის მიდგომა, რომელიც ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში. მადლობა. მადლობა. კი ბატონო, რომელი დაიწყებთ? თქვენ? მე ბევრი მიფიქრია, რა თქმა უნდა, ამის შესახებ. რამდენიმე ეტაპია საჭირო. ეს არ არის, ვერ მოხდება რაღაც ძალიან მარტივად. ეხლა როგორც ბატონმა არჩევმა თქვა, თუ ჩვენ ვიარეთ ტრადიციული მეთოდები, ძალიან დიდხანს მოგვიწევს სიარული და ცხოვრებაში გინდა რომ რაღაცას მოესწრო ადამიანი. ეხლა პირველი მე ვფიქრობ, რაც შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს, ეს არის ის, რომ სახელმწიფო არ დაიწყოს სიარული ეკლესიისაკენ. ხა რაც შეეხება ეკლესიას ამ შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებლობაზეა საუბარი და სხვა ქვეყანაში სხვა ეკლესია შეიძლება იყოს. ეს ცდუნება შეიძლება ყოველთვის კონდეს არა ეკლესიას, მოდი ესე ვთქვათ, ეკლესიის მესვეურებს, იმიტომ რომ ფინანსები, ასე ვთქვათ, ძალაუფლება თავისებურად ბჭყალებში საჭიროც არის იმისათვის, რომ შეინარჩუნო შენ რაღაც ზეგავლენები თვითონ ეკლესიაში. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს რა თქმა უნდა სულიერობის
დაბალი დონის მაჩვენებელია და როდესაც ეკლესია სულიერად დაბლა მიდის, მას დაბალანსება სჭირდება და ეს დაბალანსება უხეშად ვამბობ, არის ძალაუფლება და ფინანსები. ამიტომ რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, ეს არის ის, რომ შევუტიოთ სახელმწიფოს, მე ვამბობ სამთავრობო სტრუქტურებს, რომ ჩაუკეტოთ გზა იმისაკენ, რომ ეკლესიისაკენ დაიწყოს სიარული და დაიცვან კონსტიტუცია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო აღიარებულია სეკულარულ სახელმწიფოდ. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ შევძლებთ კიდევ იმას, რომ გადაიხედოს კონსტიტუციური შეთანხმება, კონკორდატს რო ვეძახით, გადაიხედოს კიდევ სხვადასხვა მუხლები და სხვადასხვა დებულებები, ეს უკეთესი იქნება ამ გზაზე. ეს იქნება პირველი სახელმწიფოს კონტროლი ძალიან ძლიერი და ისეთი ორგანიზაციები, ისეთი ადამიანები, რომლებიც ააშკარავებენ ასეთ ურთიერთობებს, არასწორ ურთიერთობებს, ისინი უნდა გაძლიერდნენ, როგორც ფინანსურად, ასევე ადამიანური რესურსებით და მოახდინონ ზემოქმედება. გამოაშკარავენ, ეს იქნება ტელევიზია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ მეორე, ახლა ეს არის თვითონ დომინანტი ეკლესიის შიგნით ადამიანები, რომლებიც ღირსეულნი არიან და რომლებიც ხედავენ პრობლემას, ისინიც უნდა იყვნენ ძალიან გააქტიურებული და მესამე ალბათ რელიგიური ორგანიზაციები, არადომინანტი რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც ამ კუთხით, რომ მათ უნდა შეძლონ ამ კუთხით გაერთიანება და თუ ხედავენ, რომ არასწორი გზით მიდის სახელმწიფო, არის შეზღუდვები რწმენის თავისუფლებით, ამ კუთხით უნდა იყვნენ უფრო მკაცრები, უფრო გაბედულები და უფრო ერთიანები. ხო, აი ეს შეიძლება იყოს რა, ამას შეიძლება რაღაც დაძრას, თორე თუ ასე გაგრძელდა, მართალი გითხრათ, ყველაზე ძლიერ ვინც დაზარალდება, ეს არის მართლმადიდებელი ეკლესია. გამოიცლება სულიერობიდან და დაგვრჩება რაღაც რა ვიცი, რაღაც ესეთი ინსტიტუცია, რომელსაც არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეიძლება დადებითი კუთხით და უარყოფითი ძალიან ბევრი. მადლობთ.